მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ბიულეტენების დათულად დასრულდა. არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო. ამის შესახებ ცესკოს პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არც ერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება. იოსელიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, რაც ძირითადად შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ასე შემდეგ. ცესკოს პრესპიკერ ნათია იოსელიანის განცხადებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1,418,116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40,93%-ია. ცესკოს მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე 71%-ით ლიდერობს. მონაცემები ასეთია: კახა კალაძე 214,575 ხმა, ირაკლი კუპრაძე 272,247 ხმა 12%, იაგო ხვიჩია 22,525 ხმა 7%, ზურაბ მახარაძე 12,356 ხმა 4%. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 2%-ზე ნაკლები მიიღეს. მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას ANO ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველო ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადაა. მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას ANO ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. იგი ნამდვილი პატრიოტია და ვუსურვებ, რომ მისი ლიდერობის პირობებში ჩეხეთი კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს ჩეხი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველო მზადაა ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი. ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმთან ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არ არსებობს, თუ ის გააგრძელებს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაზე. სამადაშვილის თქმით, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნება ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით დაიწყება. შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა. პროტესტი არსად წასულა და ის 50, 60, 80,000 ადამიანი გამოვა მშვიდობიანად, როგორც გამოდიოდა. ეს იქნება დღეს, ხვალდაზეგ. არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალია და შეუძლიათ რაც უნდათ ის გააკეთონ. არ არის ეს ასე. ქართველი ხალხი დგას თავის ადგილას. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შესახებ განუცხადა. მისი შეფასებით, რეჟიმის მთავარი სამიზნე არის რუსთაველის გამზირი. მან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, ამ პროტესტს ვერაფერი დააზიანებს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება. კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა კალასი და კოსი ვერ გიშველით. არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს. აღნიშნულია განცხადებაში. უწყება ქართულ ოცნებას ინკლუზიური დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან. აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალარჩეული ელჩის პირველი შეხვედრა დიპლომატიური დემარშით მისი დაბარება იყო იმის გამო, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება ანტიამერიკულ რიტორიკას და პოლიტიკას აგრძელებს. შეუძლებელია ოდნავ მაინც რაიმე დონის პროფესიონალიზმის მქონე სულს არ სწოდნოდა, რა არის ეს ფინანსური გადარიცხვები. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით ქართული ოცნების რეჟიმის საზოგადოებას და განსაკუთრებით საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა
ტვირთვის რესურსი ან სურვილი აქვთ. რეალურად ივანიშვილის 60 შტატებთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანოს. ამიტომ ეს რეჟიმი არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან იმისთვის, რომ ანტიამერიკული პროპაგანდა აწარმოოს. განაცხადა სალომე საბადაშვილმა. უსამართლო უთანასწორო არჩევნებში შესვლისას გააზრებული გვქონდა, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დამდგარიყო. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებას და მიზეზს, არ გავურბივათ დამდგარ რეალობას და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარაშიძის თქმით, შეიძლება ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. დღეს ორი მხარე ზეიმობს, რომ ბოიკოტი შედგა. ოცნებაზე იმობს, რადგან თბილისში მხოლოდ 215,000 ხმით 20%-იანი მხარდაჭერით 80%-იანი მერია ირჩია და ნაცები რა ზეიმობენ გაუგებარია. საბოლოოდ დაზიანდა ქვეყანა, ბოიკოტმა გაიმარჯვა, საქართველო დამარცხდა. ბრძოლის ამ აუცილებლად გასავლელი ეტაპის შემდეგ ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას, განაცხადა შარაშიძემ. იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით საფასურები იგივე დარჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით. ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული. არსებული ინფორმაციით თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი დაჭრა. ის ინგოროყოს კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ინტერპრეს ნიუს ინგოროყოს კლინიკაში განუცხადეს პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მათივე განცხადებით მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. პოლიციელს კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით ევროპაში დრონებთან დაკავშირებულ სიტუაციებში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს. ისევ და ისევ ამაში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს. დღეს წავიკითხე, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში დრონის განუცდის დროს ადგილობრივი ავიამოყვარული დააკავეს. ეს იყო უცნობი დრონი, რომელიც შენიშნეს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია, დააკავეს ვიღაც კაცი და აღმოჩნდა, რომ იგი ადგილობრივი იყო. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ბიჭს რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ერთი კონკრეტული პატარა იზოლირებული მაგალითი, მაგრამ შესაძლოა საჭიროა თვალსაწიერის გაფართოება, აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, ევროპაში ბევრი პოლიტიკოსია, რომლებიც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ. საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და მისი მთავრობა გადადგნენ. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ლეკორნუმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მიიღო. როიტერსი წერს, რომ საფრანგეთის მთავრობის გადადგომა მოულოდნელი იყო და საფრანგეთის პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაღრმავებას აღნიშნავს. ნორვეგიის ოსლოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება დროებით დააპაუზა. ინფორმაციას როიტერსი აეროპორტის ოპერატორ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთი ან მეტი თვითმფრინავი ჰაერში ელოდა სიტუაციის გარკვევას. ალტერნატიული აეროპორტებისკენ არც ერთი თვითმფრინავი არ გაფრენილა, განაცხადა ავინორის წარმომადგენელმა. გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივმა პოლიციამ შუაღამისად მიიღო შეტყობინება, რომ პილოტმა აეროპორტთან დრონები დააფიქსირა. პილოტის ინფორმაცია არ დადასტურებულა და აეროპორტში ყველა ოპერაცია განახდა. შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული ავიაცია არაერთხელ შეფერხდა დრონების დაფიქსირებისა და საჰაერო შეჭრის გამო, მათ შორის კოპენჰაგენის, ოსლოსა და მიუნხენის აეროპორტებში. ჰიმალაის მთებში უჩვეულოდ ძლიერი თოვლისა და წვიმის გამო ტიბეტის ფერდობებზე ევერესტის მახლობლად მდებარე ბანაკებში ასობით ადამიანი ჩაიგდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით 350-მდე მოლაშქრი ადგილობრივ დასახლებაში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და უკავშირდნენ უკვე 200-ზე მეტ დარჩენილ ადამიანსაც. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში ჩანს მაღალ თოვლში ჩაფლული კარვები და ტურისტული ჯგუფები, რომლებიც ქარბუქში ჩაკეტილ ბილიკებსა და გზებზე მაშველებს მიყავთ. რეგიონში რამდენიმე დღეა ამინდის ექსტრემალური პირობებია. მეზობელ ნეპალში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.